Sanktsirebulma მოსამართლემ სანქციები ამოქმედა ადვოკატების წინააღმდეგაც, რომლებიც იცავენ შაკო მაღრაძის ინტერესებს, არ მოსწონდა ელა მილდენბერგერს ის შუამდგომლობები და პროტესტი, რომლის ფონზეც მიმდინარეობდა სასამართლოს ხდომა და გადაწყვიტა, რომ ორი ადვოკატი, რომელიც ინტერესებს იცავდა ახალგაზრდა მამაკაცის ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წევრის, რომლებიც პროტესტის ნიშნად გამოდიოდნენ სასამართლო დარბაზიდან, იმიტომ რომ მათი არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ იყო და მოსამართლემ უბრალოდ არ უსმენდა 300 ლარი დაეჯარიმებინათ, მინდა რომ შეაფასოთ ის, რაც მოხდა სასამართლო დარბაზში, რატომ მიიღოთ თქვენი დაჯარიმების გადაწყვეტილება მილდენბერგერმა. პატივი არის ჩემთვის, რომ დასანქცირებულმა მოსამართლემ დამაჯარიმა და თulis რომ არ ვემორჩილები და კანონს ვიცავ და ვთხოვ რომ მიმითითოს იმ მუხლებზე, რომელ მუხლებითაც ხელმძღვანელობს და რომლის უფლებაც არ აქვს ისეთ რაღაცებს რომ აკეთებს პროცესზე. ანუ სირცხვილია ხო დღეს ასამართლებენ ადამიანს ის მოსამართლე ასამართლებს, რომელი მოსამართლის ქმედებების გამო დაიჭირეს, ხო ეს ადამიანი, ხო? პირველ რიგში ანუ აპროტესტებდა ამ ადამიანის ქმედებებს, ამ მოსამართლეს და დღეს ეს მოსამართლე ეს მოსამართლე ასამართლებს ერთი სიტყვით, რა და ეს არის ყველანაირი კანონდარღვევა და დღეს ადვოკატები იცი რატო დაგვაჯარიმეს, იმიტომ რომ ჩვენ თავისუფალ ადამიანებს დავიცავთ ბოლომდე. ყველანაირი სამართლებრივი სხვარი ამ სასამართლოში არის წაშლილი. მოსამართლე ვერ აიტანა სრულყოფილი ბოლომდე თავისუფალი ადამიანების დაცვა და დღეს ადვოკატების დაგვაჯარიმა 300 ლარი. ჩემ კოლეგას დავეთანხმები, ეს მოსამართლე არის სანქცირებული და მისგან პატივია, როდესაც ჩვენ დაგვაჯარიმებენ თავისუფალი ადამიანების დაცვის გამო. მილდენბერგერის სასამართლო ხდომა ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა, როგორც უკვე მოისმინეთ, არც ერთი შუამდგომლობა, რომელიც ჰქონდათ ადვოკატებს არ დაკმაყოფილდა და პირველი შუამდგომლობა, რითიც გაიხსნა შაკო მაღრაძის სასამართლო პროცესი იყო ის, რომ მილდენბერგერს აცილება უნდა მოეხდინა საკუთარი თავის. ადვოკატებმა დაასაბუთეს, რომ ის არის სანქცირებული მოსამართლე, ამავდროულად იმყოფებოდა იმ кейფზე, რომელზეც შაკო მაღრაძე დააკავეს და რა თქმა უნდა ის ობიექტურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, თუმცა მილდენბერგერის პასუხი იყო ძალიან საინტერესო, რომ პატარა ქვეყნების მიერ არის ის დაჯარიმებული და შესაბამისად ეს არ ცulis არანაირ მონაცემს ამ წუთებში დააკავეს. დაკავების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. გესმით, რომელსაც როგორ გაიქესა? და რა მოხდა? რა გადაწყვეტილება მოხდა? ეს არის სირცხვილი და ადმინისტრაციო დააკავეს ჩვენი მეგობარი და ცდილობენ მოგვარიდონ და გამოგვაცალონ ჩვენი თანამებრძოლები. უსამშობლოები არიან და ეს მოსამართლეც იმყოფებოდა გუშინ და ქეიფობდა და გამოუშვებდა ჩვენ თანამებრძოლებს. ეს არის ერთი კლანი და ეს სისტემა უნდა ჩამოიშალოს ერთიანად. ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა განთავისუფლდეს აუცილებლად. იგორ, ქონდა ასეთი მოლოდინი, რომ 12 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუφარდა. ამაგან ყველაფერია უკვე, რა თქმა უნდა, მოსაოდნელი, მაგრამ ეს მოასწავლოს სინამდვილეში რეჟიმის დასაწყობს. მხოლოდ მათეშინიათ სინამდვილეში და მხოლოდ ეს კლანის მოსამართლეები, რომლებიც ამ უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებენ და ცრუბრალდებებს უყენებენ ჩვენს თანატოლებს, აუცილებლად დაიჯებიან და მოხვდებიან საბრალდებო სკამზე. ეს უნდა იცოდნენ და შეიგნონ ძალიან კარგად. რომ ეხა ამ მონური გადაწყვეტილების გამო, რეჟიმის დავალების გამო, რომ ჩვენი თანატოლი ციხეში გაუშვა, უდანაშაულო, ეს ადამიანი აუცილებლად დაიჯება ამ ყველაფრის გამო. მადლობა, ლევან სანიკიძე აკეთებს ასევე მედიასთან განცხადებას. ისევე რომ უსამართლობა ვერ მოერევა სამართლიანობას. ყოვლად ამაზრზენი პროცესი იყო. ეს მოსამართლე თავად ეწრებოდა გუშინ მურუსიძის საიდუმლო სერობას, ეს ქალბატონი და ამ დღესთან დაკავშირებული დაკავების მიუხედავად მან აცილებაზე თქვა უარი, არის სასამართლოს კლანის სრულფასოვანი წევრი, სანქცირებული მოსამართლე, მისი გამოსატანი განაჩენი არავის ამ ქვეყანაზე არ ჭირს. შაკო იქნება დღეს ბევრად უფრო თავისუფალი იმ 4 კედელში, ვიდრე ეს ქალი მთელი ცხოვრება იქნება მისი სიცოცხლის განმავლობაში. სამარცხვინოა, მონაა და აუცილებლად ამის საზღაურს გადაიხდიან. თითო საათის ფულს, თითო საათის ფას, თითო დღის ფას არავის არ უსურვებ უსამართლო ჯდომას, მაგრამ ერთი რამე კარგად იცოდნენ. ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება, ეს სასამართლო სისტემა ჩვენ აღარ გვეყოლება, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამყარდება სამართალი და ქართული ოცნების წარმომადგენლები იქნებიან თუ ეს მოღალატე მოსამართლეები სამართლიანი სასამართლოს პირობებში მიიღებენ საკადრის პასუხს. გამარჯვება ჩვენ, გამარჯვება საქართველოს. საქართველოს გაუმართ! გაუმართ! გაუმართ!
ასეთი არის ვითარება ახლა საქალაქო სასამართლოში კადრში გაჩვენებთ რამდენი ადამიანი იყო მოსული შაკო მაღრაძის მხარდასაჭერად სანქცირებულმა მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა ის 12 დღე ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა ეს შეიძლება ითქვას რომ არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება ამ დროისთვის რადგან მოსამართლე რომლის პოლიტიკურ დაკვეთებს და გადაწყვეტილებებსაც აპროტესტებდა აქტივისტი ემსხვერპლა მის შურისძიებას პირდაპირ შეიძლება ითქვას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სასჯელი რომელიც შეიძლება და მკაცრი სასჯელი რომელიც შეიძლება მას გამოიყენებინა და შესაბამისად გამოიყენა კიდეც ასეთია ვითარება სასამართლოში რამდენიმე წუთში უკვე დაიწყება კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გუშინ დაკავებული ნუცა სამხარაძის რომელსაც ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან და რომელსაც ასევე ლელა მილდენბერგერი განიხილავს